გოგოებო, გასახდელში მიდით და მეც ძალიან მალე დაგეწევით. დიანა, სწორად მოიქეცი, მარტო რომ დავმელაპარაკე. კარგი, ლეილა, როგორ მიდის საქმეები, ვიცით ვინ არის მოღალატე? დიანა, წრე უფრო და უფრო ვიწროვდება და ძალიან მალე გვეცოდინება მისი სახელი. მე ამბოხეა? დიანა, არ მოდი ხარ? გოგოებო, მგონი კიდე დრო სჭირდება. გოგოებო, დაწყნარდით, დიანა სხვა გამოსავალი არ აქვს, უნდა გაიგოს ვინ არის ეს მატყუარა. არ ვენდობი ამ ლეილას, რაღაც ჭკვიანი არ არის. დიანა, შენი სახელი, მისმინე ლეილა, ხომ გითხარი, რომ რაც შეიძლება მალე უნდა გაარკვევ ვინ არის. კი, დიანა, გავიგე და გითხარ რომ გავარკვევ, ესე იგი გავარკვევ. ხო, კარგი. დიანა, არ დაგავიწყდეს რომ მე და შენ შეთანხმება გვქონდა. რა იყო მასკოტ, რამე გინდა? არა, შემეშვა. კარგი რა, მასკოტ, ყველამ იცის რომ შენ ხარ მოღალატე. ხო და გვითხარი საიდუმლოები. ხო, რაღაც გვითხარი. პირველ რიგში მოღალატე არ ვარ და მეორეც არაფერს საიდუმლოს არ გეტყვით. კოსტა დაინახე თავს როგორ იმართლებს. დიმა ის მოღალატე არ იქნება, თან რამდენი ხანია ვიცნობ. ხო, იფიქრე ეგრე არ იქნება, დამიჯერე ნამდვილი მოღალატე ესაა. დიმა ჩემი აზრით მოღალატე გოგოა, მხოლოდ გოგო მოიქცეოდა ასე. აბა მასკოტ, გვითხარი. რა? კოსტა, გაჩუმდი. გოგოები პირველი არ რას ისულელეებს ამბობ? დიანა, შენს ადგილას რომ ვიყო ამ ლეილას არ ვენდობოდი. ზუსტად, ვიცით ლეილა ვინც არის. შეუძლია ნებისმიერი სახელი თქვას და როგორ დავამტკიცებთ რა ეგ არ არის. ხო, ჩემი სახელი რომ თქვას როგორ დაგიმტკიცო რომ მე არ ვარ დიანა, ვის დაუჯერებ? გოგოებო, დაწყნარდით, დიანას საკუთარი თავი აბი ამ ხრებზე. ხო, ზუსტად კნოპა და ლეილა რასაც იტყვის, საბოლოო სიტყვა მაინც ჩვენ გვექნება, მე ამბოხეებს. კნოპა და ვინ იცის, იქნებ შენ ხარ ეს მოღალატე. რამდენჯერ უნდა გიხსნათ რომ მე არ ვარ. იანა, დაწყნარდი, კნოპა ვერ იქნება მოღალატე. როდესაც პირველად წერილები გავცალდა, კნოპა არც იყო სკოლაში. რანაირად დატოვებდა? დიანა, იქნებ წინა ღამეს მოვიდა, დატოვა ეს წერილები და მეორე დღეს აღარ მოვიდა სკოლაში. ნასტია, სახლში ვიყავი, შეგიძლია დედაჩემს დაურეკო და კითხო. გამოგებო, გონი თქვენი მოღალატე ვიპოვეთ. მე თავი დამანებით. მასკოტ? რაზე საუბრობთ? რა შუაშია? ვერ გავიგე ვერაფერი. არ ვიცი რა უნდა დამღალეს, ამდენი ხანია თქვენ გელოდებით, მეუბნებიან რომ მოღალატე ვარ, საათისფერი საერთოდ უყურზე მეხებოდა. მე ამბოხეებო, თითქმის აღიარა. ხო, უბრალოდ ვესაუბრებოდით და მოღალატესავით იქცევა. დიანა, გავიგონე ბაჯიეს და გოგოების ლაპარაკი, უცნაური ჩანდა. დიმა, რატო გინდა რომ ბაჯიას პრობლემა შეექმნას? კოსტა, უბრალოდ რაც ვნახე ვიძახე. მართალია, ყოჩახ საყვარელო. ხო, ბავშვი შენ ხარ. მასკოტ, გირჩევ მათგან თავი შორს დაიჭირო. მასკოტ, არც უნდა ელაპარაკებოდე მათ, მხოლოდ ჩვენ დაგცინიან, მეც არაფერს აკეთებენ. გოგოებო, იქნებ ვიღაცამ გაგვაცულა და სინამდვილეში მე ამბოხეები კი არ არიან, ჩამშვებები, ესენი არიან. ხო, მეც ისინი შემომესიენ, მე საერთოდ არ მინდოდა მაგათ ლაპარაკი. მოვიდნენ, ირგვლივ დამედგნენ და კითხვებს მისვამდნენ. შენ ხარ მოღალატე, საიდუმლოებებს შენი ძახი, ჩვენს გითხარი რაღაცეები. აბა მე ამბოხეებო, პირველი ინფორმაცია ლეილასგან. დიანა, მეც მოჩვენე, ხო არ გაიგო? კოსტა? უბრალოდ მაინტერესებს. ვაუ, იქნებ მართლა იპოვა ეს მოღალატე. ლეილას ვინ უნდა იპოვა? უეჭველი ერთ-ერთი მათგანია. კარგი გოგოებო, ხმამაღლა წავიკითხავ. მოღალატე არის ბიჭი. კიდევ კარგი, მე ხომ გითხარით არ ვარ თქო. არ უნდა დაგედანაშაულებინეთ. კიდევ კარგი, ვიცოდი რომ ბიჭი იქნებოდა. ესე იგი არ გამაგდებთ ხო? ბავშვო, ძოლებურად რატო აღარ ვარჯიშობ? მთლიანად გამოიყენე შენი ძალა. არა, მთლიან ძალას ვიყენე, 1,000,000%. უბრალოდ დღეს კროპა დავინახე. ტიმურ, შენ კიდე იმედი გაქვს რომ კროპას შეურიგდები, არა და უკვე რამდენჯერ გვითხრეს. მაქს, შეიძლება შენ ვერ შეურიგდები, მაგრამ მე და კროპა კარგად ვიქნებით, ამაში დარწმუნებული ვარ. ხო, ბავშვო, კროპასთან შერიგება მარტივი არ იქნება. ხო, გახსოვს მაინც გოგოებთან რამდენჯერ ვცადეთ. კარგი, მეგობრებო, ვარჯიში გავაგრძელოთ. ამდენი ბოდიშების მოხდა და აქეთ-იქით სირბილი კალათბურთელებს არ უხდებოდ. კალათბურთელებო, გამარჯობა მასწავლებელმა, ჩვენ მხარდასაჭერად მოხვედით, ახლა ძალიან კარგი ვარჯიში გვაქვს. ეს ახალი ვინაა? მეგობრებო, დაწრონდით, ეს ახალი ვიღაც არ არის, ჩემი ძმის შვილია, რომეო და თქვენთან რაღაც საქმე მაქვს. რა საქმე მასწავლებელმა, ჩვენი ჯგუფი უკვე სავსეა. ხო, მეტი კალათბურთელი აღარ გვჭირდება. არა, მეგობრებო, არც გეუბნებით, რომ ჯგუფში აიყვანოთ. უბრალოდ მინდა რომ რომეო ცოტა კალათბურთი ასწავლოთ, რაღაც ფრიკები. ათლეტური საერთოდ არ არის, სულ გაჯეტებზე ფიქრობს. ბიზია მაიკ, ათლეტური რანაირად არ ვარ, ბევრი საწევა შემიძლია. ხო, ის აქ მოდიც გავს. მეგობრებო, ვერ ხართ კარგად. კარგი მასწავლებელმა, იქ რა პრობლემაა? ვარჯიში რომ მორჩება რაღაც ფრიკებს ვასწავლ. კარგი რომეო, ბიჭები ვარჯიშს მორჩებიან და მე რა ყველაფერს გასწავლიან. ბიზია მაიქს და ემსგავსები სამქულიანებში. მეც აქ ვიქნები.
კარგი ბიძია მაიკ. კარგი რომეო, ახლა შეგიძლია დაჭდე ვარჯიშს მოვრჩებით და მერე გასწავლით თამაშს. მეგობრებო, რაღაც არ მომწონს. ვარჯიში გავაქცეოთ. ისე მეგობრებო, მე ამოხედი დიანას რა უფრო გაუხარდება, ყვავილები თუ საჩუქარი. Smile. რომეო, რისთვის გაინტერესებს დიანას ყვავილები უფრო გაუხარდება თუ საჩუქარი? უბრალოდ მაინტერესებდა. რომეო, აღარ დაგაინტერესოს, კარგი? კარგი გასაგებია, ძალიან კარგი. მეგობრებო, გავაქცეოთ. აი გმირი კალათბურთელი. აი, კაკაო თუ შეიძლება. კარგი 5 კაკაო. გოგოებო, ხედავ კარგ ხასიათზე ხართ, რა ხდება? ხო არ გაიგეთ მოღალატე ვინაა? მოღალატე უკვე კაუჩზეა. ლეილა გველია, ამიტომაც ძალიან მარტივად გაარკვევს ამ მოღალატის სახელს. ხო და დიანა, უნდა მითხრა რა შეპირდი ლეილას. ხო მიცი, არაფრის გამო არ გააკეთებდა. Яна, ну нервიულობ, როდესაც გავიგებთ ამ სახელს, მერე გავიგებთ რას დავპირდი. თან არავინ არ განაწმენდება. რა ცუდია, რომ კნოპა არ არის მოღალატე. მერე დიანას საუკეთესო მეგობარი მე ვიქნებოდი. ნეტა ეგრე მომხდარიყო. კნოპა, სანამ სკოლაში არ იყავი, ყველას შენ ეგონე ეს მოღალატე, მაგრამ ყველანაირად გიცავდი, როგორც შემეძლო, როგორც შენ საუკეთესო მეგობარი. კარგი გოგოებო, დავლიოთ ეს კაკაო და გავარკვიოთ ვინ არის მოღალატე. გაგვიმარჯოს. არ მესმის დღეს რატომ არიან ასეთ კარგ ხასიათზე ეს მე ამბოხეები. ლეილა ეხმარება პოვნაში ამ მოღალატის და იმიტომ. შოკში ვარ, ლეილა რანაირად დასთანხმდა მათთან მუშაობას. ხო, ვირთხარი წესთ არ უნდა ეხმარებოდეს. აი, შენი კაკაო ძალიან კარგია, კიდე მინდა, მაგრამ იმედია ამდენი კაკაოთი ცუდად არ გავხდებით, ხო გოგოებო? კი, მართალია, ამიტომ წავიდეთ და გამოვიცვალოთ. აი, დაიტოვა ხურდა. მოვდივართ, შვილიდან რომ გველოდება. გაიგეთ, აგრძელებენ ვარჯიშს. ჩვენც უნდა ვივარჯიშოთ გოგოებო, წავედით. ვივარჯიშოთ. პიცა ტიფები თუ ასე გაგრძელდა, მანქანას ვიყიდით. ხო, ღია სახურავით. ხო, და გაკატოვებ ხოლმე. მიყვარხარ. მეც მიყვარხარ. არა, რა ამათ შეხედეთ, იყოფენ ამ ხურდას. ან უბრალოდ კოცნიან ერთმანეთს. არა პირებ ჩვენ მომსახურებას. პიცა მიდი შეგვეთაიღე, ლუზერები დამოვიწყდა. გამარჯობა ლუზერებო, რა შემიძლია მოგიტანოთ, ვერ დაგინახეთ. ხო, ესეთი შეუმჩნევლები ვართ. კაკაო მინდა. პიცა შეგიძლია ტირამისუ მომიტანო. მე მწვანე ჩაი მინდა, მე ბურგერი. ერთ წუთში მოგიტანთ. გოგოებო, უბრალოდ მიხარია, რომ საბოლოოდ გავიგებთ ამ მოღალატის სახელს. ხო, ცხოვრება უფრო ფერადი იქნება. კი, უფრო სახალისო იქნება. მე ამბოხეებო, გამარჯობა, მოღალატის სახელი ხო არ გაგიგიათ? გამარჯობა დიმა, სახელი ჯერ არ ვიცით, მაგრამ ძალიან მალე გავიგებთ. ხო, ჩვენ ყველას გვეცოდინება. დიმა, ნუ ნერვიულობ, მთელი სკოლა გაიგებს ვინ არის ეს მოღალატე და მის სახელს. ახლა თუ შეიძლება გაგვატარე. კარგად დიმა, კარგად. მეგობრებო, იცოდით რომ მე ამბოხეებმა მოღალატის პოვლის მთავარი მისია დიანას მიანდეს. Smile, რა გინდა? ჩვენ უბრალოდ გვინდა ვიცოდეთ მოღალატე ვინ არის და შენ გეცოდინება, ჟურნალისტი ხარ. არა, სახელი არ მაქვს ჯერ, მაგრამ ერთი ვიცი. ბიჭია. ესე იგი მოღალატე მე ამბოხი არ არის. არა, მე ამბოხე არ არის. ბიჭია. და როგორ გაიგე რომ ბიჭია? აი, ნახეთ, რამდენიმე მინიშნება მაქვს. როგორი სამხილები? ეს წერილები ლამაზი კალიგრაფიით არ არის დაწერილი. უფრო ბავშვის ნაწერს გავს. ხო, გასაგებია. და სხვა სამხილები? მეორე მინიშნება არის ის, რომ სადაც გოგოების საიდუმლოები ეწერა, 42 ზომა ფეხსაცმლის ნაკვალევი იყო დატოვებული. რომელიმე გოგოს აქვს ამ ხელაფეხი? მოიცა, Smile, შენ ხარ 42 ზომა. ხო, კარგად ხართ, მე არ ვარ მოღალატე. მალე გავიგებთ ვინ არის. ჯობია მე ამბოხე იყოს, თორე ყველაფერი აირევა. Smile, ისე შენი 42 ზომით შემაშინე, იმედი არაფერი გაგიფუჭებია. მეგობრებო, ხო გითხარით რომ მე არ ვარ, მე როგორ შეიძლება ვიყო, საერთოდ შენი ფეხის ზომა რა არის? ჩემი 46, ჩემი 44. კარგია, ესე იგი თქვენ არ ხართ. უფს, გოგოებო, ნახეთ რა სიურპრიზია. გამარჯობა დიანა. რომეო, არ მესმის, შენთან ერთად ხომ გადავიღე სურათი, აქ რა გინდა გოგოების გასახდელში, საერთოდ როგორ შემოხვედი? დიანა, შენთვის საჩუქარი მაქვს. რომეო, დამყვები? მისმინე, ეგ აღარ გააკეთო, თორემ მასწავლებელ მაიკს ვეტყვი. გოგოებო, ეს ვინ არის? კნოპა, ეს მასწავლებელი მაიკის ძმისშვილია. დიანამ გუშინ მასთან ერთად სურათი გადაიღო. ვაუ, რაღაც საყვარელი ძმისშვილი ყოლია. დიანა, ეს შენთვისაა.
მადლობა რომეო, მაგრამ აღარ მინდა ეს საჩუქრები, ყვავილები და ასეთი მსგავსი საქციელი, თორემ არ დაგაუწყდეს, მასწავლებელმა იქს ვეტყვი. დიანა, ხო გახსოვს, რომ მასწავლებელმა იგი ბიძა ჩემია? ვაუ, როგორი ძმისშვილი ყოლია მასწავლებელმა იქს. მაშინ რომეო, კითხე შენს ბიძას, ვინ არის ამ სკოლის უფროსი? კარგი, გითხავ, მე რეგნახავ. დიანა, მოსწონხარ. გოგოებო, კარგით რა. ბოლო რაღაც არის ახლა შეყვარებული, რაც მჭირდება. გამოვიცვალოთ და წავიდეთ ვარჯიშზე. დიმა, რატომ ხარ მოწყენილი, რა გჭირს? ხასიათს ამის გამო რატო იფუჭებ? კოსტა, რომელი ჯობია, მარჯვენა მხარეს მქონდეს მეტი თმა თუ მარცხნივ? მეგობრებო, არ გინდათ რომ ყველა ერთად სადმე დასასვენებლად წავიდეთ, ოღონდ სადმე შორს თვითმფრინავდი. აბა ვინ არის თანახმა? დასვენება, წავიდეთ, თვითმფრინავი, მე მოვდივარ. კარგით გოგოებო, იცოდეთ მაქსიმალურად უნდა ვივარჯიშოთ. მასკოტ, დავიწყეთ. გამარჯვება! ბანი მაგარია! ბანი საუკეთესოა! ჩვენ გავიმარჯვეთ! გოგოებო, ოჩავ, ხედავ როგორი ფოკუსირებულების ხართ. კიდევ ერთხელ გავაკეთოთ. გამარჯვება! ბანი საუკეთესოა! მაგარია! წვანე რას ამბობ, სკოლა გვაქვს. დიმა, რა დასვენება, სკოლა გვაქვს, სად უნდა წავიდეთ? რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია რომ გავფრინდეთ. არ აქვს მნიშვნელობა, სად წავალთ, მთავარია შორს წავიდეთ და მე გადავიხდი. აბა ახლა რა სიტყვი? კოსტა, ფრენა მეც მინდა, მოვდივარ. კარი, ცოტა დაფიქრდი, სწავლის დროსაც წავიდეთ. აბა, წავიდეთ. ხო, რა თქმა უნდა, დიმა და მე დამჭირდება ორი საცურაო კოსტუმი, ქოლგა, საღამოს კაბები და ძალიან დიდი ქუდი. კოსტა, მე მიყიდის რამეს. კარინა, მოიცადე. დიმა, რა დაგემართა, რა გჭირს, ვეღარ გცნობ, სწავლის დროს გავფრინდა რატო გინდა? კოსტა, ხო ჩემი მეგობარი ხარ? გავფრინდეთ. დიმა, მართლა ვეღარ გცნობ, რამე ხო არ მოხდა, ყველაფერი მითხარი, შენი მეგობარი ვარ. არაფერი არ მომხდარა, დიმა უბრალოდ ფიქრობს, რომელ ოკეანეში უნდა ვიცურავოთ. მე მაგალითად წყნარი ოკეანე მინდა. ხო, არაფერი მომხდარა. გოგოებო, ძალიან კარგი ვარჯიში გქონდა დღეს, ძალიან. ხო, არარეალურად რთული იყო. ამდენი ხნის დასვენების შემდეგ რთულია ისე ვარჯიში. არც ისე. გოგოებო, ხედავ რომ ძალა გემატებათ, მე ამ მოხეები საუკეთესოები ხდებიან. გოგოებო, კარგად ივარჯიშეთ და თქვენი აზრით იპოვა ლეილამ ეს მოღალატე? ხო, ისე დიანა. რამე ახალი ამბავი ხომ არ არის? აბა, როგორ ხასიათზე ხართ მე ამბოხეებო? ლეილა, უკვე იცი ამ მოღალატის სახელი? დიანა, კაუჩზე ამოღალატე, ხო? და ვინ არის? ვცნობ რომ გაგვიგვირდება. გოგოებო, მოთმინება, ჯერ სახელს ვერ გეტყვით, მაგრამ მენდეთ, აუცილებლად გასცემთ საკუთარ თავს. კარგი რა, უკვე ცუდად გვგრძნობ თავს და თუ ისეთი ადამიანია, ვისთანაც ახლოს ვარ და მეგობრობ, როგორ უნდა ვაპატიო? დიანა, არ უნდა აპატიო. ხო, მოღალატეებს არ პატიობენ. მაგრამ დიანა, როდესაც სახელს გეტყვი, ხომ გახსოვს, რაზე შევთანხმდით? მახსოვს ლეილა, მახსოვს? დიანა, ამას რა დაიმართა? მასკოტ, მოდი ჯერ მითხრას ამ მოღალატის სახელი და მერე გეტყვით. უკვე დამღალა ამ მოღალატემ რა. ნეტა მართლა გაირკვეს და დამთავრდეს უბრალოდ. მეტი აღარაფერი აღარ მინდა. სულ ამაზე ვფიქრობ. კარგით ბავშვებო, დალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერთ არხი და დააჭერეთ ზარს. ახლა უნდა წავიდეთ და იქნებ გაირკვეს საბოლოოდ. კარგად.